ექიმო, ჩემი ხერხემალი და სახსარი მოძრაობისას ხრაშუნობს და შიგადაშიგ მტკივა. ხშირად მეკითხება, როგორც ახალგაზრდა, ისე ხანში შესული პაციენტები და რა არის ამის მიზეზი. ყველა სახსარი, მაგალითად, ხერხემლის, მუხლის, მეჯბარძაყის, მხრის სახსარი შედგება სასახსრე გარსისაგან, რომელიც ელასტიურია. გარეთ მას აკრავს სასახსრე ჩანთა და მყესები. ხოლო მაშინ, როდესაც სახსრის ელასტიურ ხრტილოვანი გარსი უხეშდება, ტრავმის, სახსრის ხშირი ანთებითი პროცესის, ართროზის, არასწორი ვარჯიშის გამო სახსრის შიგნითა გარსი იფარება ოსტეოფიტებით, რაც ქმნის ხრაშუნის ხმას სახსრის მოძრაობისას. სახსრის ხრაშუნის ხმა აგრეთვე შეიძლება განვითარდეს სახსრის მყესოვანი სისტემის გაუხეშების გამო, რომელიც უნდა იყოს ზოგადად ელასტიური, ის ზიანდება ხშირი ტრავმის გამო. სახსრის ხრაშუნის მიზეზი დიაგნოსტირდება შემდეგი სახით: კერძოდ რენტგენოლოგიური კვლევით, ეხოსკოპიური კვლევით და MRT კვლევა. სახსრის ხრაშუნისას დაუშვებელია სახსრის გადაძაბა, რამე თუ ეს აზიანებს ისედაც დაზიანებულ სასახსრე ჩანთას. კურნალობის მიზნით ეფექტურია შემდეგი ფიზიოპროცედურები: კერძოდ სახსრის ელექტრომაგნიტური თერაპია, ტეკაროთერაპია და ლაზერული თერაპია. ასევე ეფექტურია სახსარშიდა ინექცია პლაზმა გამიდრებული თრომბოციტებით, ანუ PRP თერაპია და ჰიალურონის ჟავის ინექცია.